Ილამშტებს მეგობრებო ძალიან დიდი ბოდიშით რომ ასეთ ცეცილ მდგომარეობაში ვწერ ვიდეოს მაგრამ უბრალოდ ერთი წლის ჩავწერე ვიდეო მე გუშინას ჩავწერე სიტუაციებთან დაკავშირებით რომლებიც იქნება და ეხლა უბრალოდ მინდა გითხრათ ცოტა ესეთი სიტუაცია დღეს დავინახე ღამე საშინელი მდგომარეობა ისრაელი და პალესტინის შორის მე ვფიქრობ რომ მოხდება მაინც ატომური ომი ვფიქრობ რომ პალესტინას დაარტყავენ ირანს დაარტყავენ ან რაღაცა ესეთი იქნება ისრაელს არ ვიცი რამდენად მაგრამ მოკლედ ძალიან ბევრი ხალხი დაიხოცება ძალიან ბევრი ხალხი საშინელ დროში ცხოვრობთ ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეს ყველაფერი არის ჩემი ფანტაზია მაგრამ არა მგონია და მე ინდოეთი და პაკისტანის შორისაც მოხდება ატომური ომი დარტყმები და რისთვის აკეთებენ ამას მე ვფიქრობ რომ ამ შემთხვევაში ალბათ იმისათვის რომ ჩინეთს კონდეს დიდი კრიზისი ფინანსური გაგიკვირდებათ რასაც გეუბნებით იმიტომ რომ მან ნავთობის ფასები მერე უნდა ავარდეს და ძალიან გლობალური ფინანსური კრიზისი იყვნება მთელ მსოფლიოში და ფასები შეიცვლება ნუ მოკლედ ამისთვის აკეთებენ სავარაუდოდ მაგრამ მე უფრო მაღელვებს ის კი არა რომ ფასები ავარდება და ეხლა ნავთობი გაძვერდება თუ არა ხალხი დაიხოცება როგორც ეძახდნენ უნდა მიიყვანონ 1 მილიარდი მილდება კიდევ ეს წელი არის საკმაოდ აგრესიული ამიტომ რა ვიცი ისრაელში ვინც ხართ თუ ჯერჯერობით არ ჩაკეტეს ცა რამენაირად რა ვიცი მე ეხლა ცოტა ესე პანიკა გამომდის მაგრამ ან თუ ვერ გამოდიხართ მოიმარაგეთ რაღაცეები რომ სადმე დაიმალოთ აპრილის ბოლომდე მაინც მაისის დასაწყისამდე რომ გადაიტანოთ ეს პერიოდი